მე ვარ გიორგი სამრიძე 6 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა კალათბურთი, ხატვა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს კალათბურთი. კალათბურთი შემაყვარა ჩემმა მეგობარმა ალე ვერძაცმა. თვითონ ითამაშა და მომეწონა. კალათბურთში ყველაზე კარგად გამოგდეს შორიდან ჩაგდება. ყველაზე შორიდან იყო 19. არა 19 არა 15. ვიდექი და რა 15 ჯერ გადავდგი ფეხი ჩავაგდ. კალათბურთის ბურთი მაქვს, მაგრამ ჩემი დაიკოსია. რომ მივდივარ ალესთან მაშინ ვთამაშობ. ერთხელ ავიღე და ჩუმად ვითამაშო. ეს არა ჩემი საიდუმლოება, იმიტომ რომ ჩემი დას ვუთხარი. მე მინდა მყოდეს 2 საიდუმლო. მაგალითად ასე ხატვა რა შემაძლოს და რომ ვითო 2 ხატვა შემიძლია. კალათბურთს მინდა შესვლა, მაგრამ დედიკო წინააღმდეგები. იმიტომ რომ პატარა ვარ და დიდების თამაში. ისე კი ვარ დიდი, მაგრამ სახლში ყველაზე პატარა ვარ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და 2 დაიკო. კიდე მინდა მყოდოს 1 და 1 ძმა. ჩემი დაიკო არის 13 წლის და ქვია მია. ის არის ძალიან ჭკვიანი, ყველას უჯერებს და ყველაფერში გვეხმარება. ჩემი აზრით მიან რომ გაიზრდება, გამოვა ექიმი. მეორე დაიკო არის 8 წლის და ქვია ემილი. ემილი არის ჭკვიანი, პრანჭია და ზოგჯერ მომშვენარი. ხანდახან უყვარს ჩემი ნერვების მოშლა. ნერვებს მიშლის, როცა თამაშობთ და მაგებიებს. ხელის მიშლის და ვერ ვიგებ. მომიყვარეთ ჩემს ავით სიმპათიური, თბილი, ჭკვიანი და ხიარული. დედიკო არის ლამაზი, თბილი, ყოჩაღი და კარგი და ლამაზი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული საცივი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. ახლა შეყვარებული არ ყავს, მაგრამ ბაღში ვყავდა 3. მეტი იმიტომ არ ვყავდა, რომ არ მინდოდა. იმიტომ რომ ზედმეტი იყო ჩემთვის. მე-4 გოგო მეხუტებოდა, მაგრამ ის არ იყო ჩემი შეყვარებული. ჩემს 3 შეყვარებულს იმიტომ დავშორდი, რომ ერთი ტირო და მეორეს პროსტად დავშორდი და მესამე აღარ მახსოვს. დატკუნებული ვარ მაგდრ ჩემ ცხოვრებაში, მივიღე 2 გადაწყვეტილება. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 26 წლის. შვილებს დავარქმევ ნიკას, ნოევს და ანა მარიას. ჩემ ცოლს დავარქმევ მარიამს. ახლა მინდა ვიყო 9 წლის, იმიტომ რომ დიდი ვიქნები და ჭკვიანი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგად იქცევიან ბავშვები და მასწავლებელი არ ყვირის. ჩემ კლასში ყველაზე ხიარული არის ლანა. ყველაზე ჭკვიანი არის ამ ბოლო დროს საბა, ანა და კიდევ ის ანიტა. ყველაზე ცელქი არის ნიკოლოსი. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და მეგობრობა არის, რომ მეგობარს მოიყვანდა რომ ეთამაშები. მე ახლა მყავს 5 მეგობარი და მინდა მყავდეს 10. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ ბალახს, ხეს და ზღარებს. სიამოვნებას მანიჭებს ფუნჯით ხატვა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ, მაგრამ მეკარგება. ყველაზე ხშირად ნახატ ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თოლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები, ამიტომ მიყვარს ახალი წელი. შარშან მაგალითად მომიტანოს სპაიდერმენის ფორმა. წელს მინდა მომიტანოს აიპადი. ჩემი აზრით თოლის ბაბუ არის 68 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის ნიკა. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდი ბერნოს სახლს და კიდე ცხენს. შემოღებული იქნებოდა და მაქ ცხოვრობდა. ახორში. სახლში კიდე მინდა მყავდეს პინგვინი. მე ვარ პირველ კლასში, მაგრამ უკვე ძალიან კარგად ვიცი ამბანი. ყველაზე მეტად მომწონს ლუასობქერა. არ მომწონს იმიტომ რომ პირველი დასაწყისია და ნერვები მაშლება. ჩემი საყვარელი წიგნია მათემატიკის პატარა რვეული. მე ასევე მიყვარს საჭარანეტკომის ფილმები. ჩემი საყვარელი ფილმია მარიო.
შედოსტური ჯოხი რომ მქონდეს, მინდა რომ გადავპორტალდე აქედან იქ. მაგალითად აქედან იქ. სამოგზაუროდ შეამოვნებით წავიდოდი ანტალიაში. წინა მონაწილემ ასეთი შეკითხვა დამიტოვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ჩემი დაიგო მია სამნიძე. ქუჩაში რომ მიდის, ცნობენ და ესალმებიან. შემდეგ მონაწილეს ვუტევებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. მე მიყვარს სიკეთეების გაკეთება და ხშირად ვაკეთებ. მაგალითად 5 წლის რო ვიყავი, მამამ მითხრა წყალი მომიტანიო და მიუტანე. ბედნიერება არის, რომ საჩუქარს გაჩუქებენ და წაგიყვანეს სადმე ანტალიაში და გაცურებენ აუზში და კიდევ ხედით რომ გაესაინებენ და რომ გიყიდებენ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.